ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი დღესაც იმისთვის გამართვა, რომ ითქვა, როგორ გადაარჩინა გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ მერეკლე მეორის დროს რუსეთთან გაფორმებული ტრაქტატი 1000 გზის არის შეფასებული და მისი ისტორიული შედეგებით ცნობილია, რაც აი ძალიან მოკლედ შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რუსეთმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, არაერთხელ საქართველო განსაცდელის დროს დახმარების გარეშე დატოვა, ტრაქტატის გაფორმებიდან 20 წელიც არ იყო გასული, როცა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა, საქართველოს ეკლესიას კი მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალიაც კი წაართვა. აი, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს მხოლოდ მსხვილი თემებია. ქართული ოცნების პრემიერი ამტკიცებს, რომ სწორედ ამ შეთანხმებამ არა მხოლოდ გადაარჩინა საქართველო, არამედ შეუნარჩუნა მას ევროპული პერსპექტივაც კი. თუმცა კობახიძის დღევანდელი ბრიფინგის მიზანი პირდაპირ კრემლში დამუშავებული გზავნილის გავრცელება არ ყოფილა. გეორგიევსკის ტრაქტატიდან მან პირდაპირ დასავლელ პარტნიორებზე გადაინაცვლა და შეერთებული შტატები და ევროკავშირი საქართველოზე პოლიტიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა. რუსეთზე თქვა, რომ 2008 წელს ის საკუთარი უხეში პოლიტიკური ინტერესებიდან მოქმედებდა, რაც რუსეთის მიერ მოფიქრებული თავის სამართლებრივი ფორმულირებაა და კობახიძემ ეს გაიმეორა. ომის კონტექსტში პასუხისმგებლობის საკითხი კი კვლავ დღესაც სააკაშვილის ხელისუფლებას დაუკავშირა და არა რუსეთს. სალომე ლაბაძე შემოგვიერთდება ახლა და გვეტყვის, რა შთაბეჭდილებას ტოვებს კობახიძის ისტერიული მტკიცება გეორგიევსკის ტრაქტატის პოზიტიურ როლზე საქართველოს ისტორიაში. ეს მხოლოდ მოსკოვის მაამებელი რიტორიკაა თუ ივანიშვილი რუსეთთან რამე ახალი შეთანხმებისთვის ამზადეს საქართველოს საზოგადოებას. აი ამაზე პასუხისთვის ყურადღება ალბათ არ უნდა მივაქციოთ მხოლოდ კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს, არამედ საყურადღებოა ივანიშვილის პარტიის მიერ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რუსეთის სასარგებლოდ გადადგმული არაერთი ნაბიჯი და არ გულისხმობთ მხოლოდ საქართველოს ომში დადანაშაულებას, რაც ამ პარტიისგან უკვე მოლოდნელი ალბათ არავისთვისაა, არამედ გულისხმობთ მაგალითად რუსოფობიასთან ბრძოლის სახელის დამოწმებულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ქართულმა ოცნებამ ღიად წამოიწყო ოკუპანტის ინტერესების დაცვა და ასევე გულისხმობთ უკვე ერთი კვირის წინ საწვავის შეტანის პროცესის წამოწყებასაც ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც ფასდება სწორედ რუსეთის ომის მანქანის მხარდაჭერად ქართული ოცნების მხრიდან. თუმცა თუნდაც მხოლოდ გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ ვისაუბრებთ, აქ საყურადღებო ისაა, რომ დღევანდელი ბრიფინგი არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი ტრიბუნა გამოიყენა იმისთვის, რომ ეს ტრაქტატი შეექო და დაიწყო იმის მტკიცება, რომ რუსეთთან თანამშრომლობაა საქართველოს გადარჩენის გზა, არამედ იგივე მან გააკეთა გასულ კვირასაც, თუმცა თუ გასულ კვირას ეს მსჯელობა მან განავითარა ფორმულას მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, დღეს საყურადღებო ის იყო, რომ ისე რომ მედია წესრიგი ამას კობახიძეს წესით არ კარნახობდა, ის საკუთარი სურვილით გამოვიდა ამ თემაზე სასაუბროდ მედიასთან და საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა 2 საუკუნის წინანდელი ამ მოვლენის გაანალიზებას. არის თუ არა ეს კრემლის მორიგი დავალების შესრულება, რეჟიმის კრიტიკოსების ეჭვი სწორედ ამაზეა. И мы еще увидим, как еще новые цари Ираклии на коленях будут снова просить Россию-матушку забрать их домой. მუხლებზე ჯერ არ დამდგარა და არც მეფეა. თუმცა მარგარიტა სიმონიანის ვარაუდი, რომ სწორედ ირაკლი კობახიძეა ის, ვინც კრემლს დიდი ხნის ოცნებას აუხდეს, შესაძლოა მალე გამართლდეს. ამის ეჭვი ოცნების პრემიერმა დღეს თავად გააძლიერა. კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ისე რომ ამას არაფერი კარნახობდა, გეორგიევსკის ტრაქტატის და მისი ხელმომწერების ქება წამოიწყო ორივე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთის იმპერია, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და საქართველოს ხსნა მათთვის ამოსავალი წერტილი სულაც არ ყოფილა, ისევ და ისევ ქრისტიანობის და არაერთი სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი, მათ შორის დემოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით, ტრაქტატის გაფორმებით, უნდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველოს პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო. მრავალი ომის, ოკუპაციის, პოლიტიკური კატაკლიზმისა და ისტორიული ქართლის მიუხედავად, დღეს ჩვენ გვაქვს ქართული, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. სწორედ ეს არის ირაკლი მეორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი შედეგი. ანუ კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს საკუთარ დამოუკიდებლობას ოკუპანტს უნდა უმატლოდეს და რომ სწორედ რუსეთთან შეთანხმების გაფორმების შედეგია დღეს ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, რაც თავისთავად იწვევს კრიტიკას, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, რატომ საუბრობს ოცნების პრემიერი გეორგიევსკის ტრაქტატზე ახლა? ამ ნაწილში კი საყურადღებო მამუკა ფიფიას განცხადება აღმოჩნდა. ფიფია პრორუსული პარტიის ლიდერია, რომელიც რუსეთში საქმიანობს და უკვე დიდი ხანია ოკუპანტთან ახალი შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. სწორედ კობახიძის ბრიფინგის შემდეგ ფიფიამ თქვა, რომ ტრაქტატის შესახებ გზავნილი მალე რუსეთიდანაც იქნება. ვეთანხმებით პრემიერ კობახიძეს, რომ 1793 წლის გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ქრისტიანობა, მაგრამ არ ვეთანხმები მას, თითქოს ეს ნაბიჯი ევროპისკენ სავალგზად გადაიდგა. როგორც სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი, მინდა ღიად განვაცხადო.
ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით და ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება გიორგიევსკთან დაკავშირებით. ფიფია კრემლის გადაწყვეტილებების პირველი გამხმოვანებელია. საზოგადოება მისგან შეიტყო მაგალითად ფრენების აღდგენის შესახებ. ამიტომ დღევანდელი გზავნილით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრაქტატის თემაზე გააქტიურება კრემლისა და ოცნების მინიმუმ კოორდინირებული მოქმედების შედეგია, თუ არა პირდაპირ დავალების შესრულება. და რა არის მიზანი? ოცნების ოპონენტებისთვის ცხადია, რომ საგანგებო ბრიფინგი კობახიძეს დღეს მხოლოდ 2 საუკუნის წინანდელი ისტორიული მოვლენის გაანალიზებისთვის არ გაუმართავს. არამედ საქმე შესაძლოა ოკუპანტთან ახალი შეთანხმების გაფორმებამდე მიდიოდეს. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მისთვის უკვე ამ შეთანხმების შინაარსიც ცნობილია. საუბარი 2 ხელშეკრულებაზეა, მათგან ერთი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას და დასავლეთის წინააღმდეგ კრემლთან შეკავშირებას გულისხმობს. მეორე ხელშეკრულება კი ოკუპირებულ რეგიონებს უკავშირდება. კრემლი ივანიშვილს ეუბნება, რომ ბოდიშზე არ უნდა გაჩერდეს და ახლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობას უნდა აღიაროს. მაშინ გადარჩენის საკითხი ედგა თურმე მთლიანად საქართველოს, რაც ტყუილია და უნდათ რომ წარმოადგინონ დღევანდელი სიტუაცია ისე რომ დღესაც ჩვენ გვიდგას ასეთი არჩევანი, რომ დღესაც ჩვენ სხვა არჩევანი რუსეთის გარდა არ გვაქვს. თორემ ნახეთ ამ შეთანხმებას იშველიებენ, რომ გაამართლონ თავიანთი რუსული პოლიტიკა. ის რომ საქართველოს მიხავთ რუსეთისკენ, ის რომ მართლა ლანგარზე უნდათ რომ მიართვან დანაწევრებული სახით საქართველოს რუსეთს. სააკაშვილი წერს, რომ ახალი დავალება ივანიშვილმა კრემლიდან აგვისტოს დასაწყისში მიიღო. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ოლიგარქის პარტიის მკვეთრად გააქტიურებაც რუსეთის სასარგებლოდ და აქ მხოლოდ საქართველოს ომში დადანაშაულება არ იგულისხმება. ოცნება წელს გაცილებით შორს წავიდა და რუსოფობიასთან ბრძოლის სახელით ღიად დაიწყო ოკუპანტის ინტერესების დაცვა. ამას აფხაზეთში საწვავი შეტანაც დაემატა. დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთთან შეკავშირების მიზანი კი ბევრმა დღეს კობახიძის ბრიფინგში გამოიკითხა. ტრაქტატის ქების შემდეგ ოცნების პრემიერმა ვაშინგტონზე და ბრიუსელზე წამოიწყო თავდასხმა. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ, ისე ევროპელმა ბიუროკრატებმა და ლიდერებმა პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ მოითხოვეს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა, რითაც არათუ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობის და ეკონომიკის, არამედ ზოგადად საქართველოს ყოფნა აღყოფნის საკითხი დააყენეს დღესასწაულში. შეიძლება თუ არა გქონდეს ილუზია, რომ რომელიმე სახელმწიფო, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთი თუ რომელიმე სხვა ძალა საქართველოს საკეთილდღეოდ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს. პასუხი რა თქმა უნდა ძალსახა. საქართველოს კეთილდღეობაზე პირველ რიგში ქართულმა სახელმწიფომ ხელისუფლება და ქართულმა ხალხმა უნდა იზრუნოს. გადამწყვეტი ტესტი ქართული საზოგადოებისთვის. პოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილმა ქვეყნის ჩაბარებისკენ საბოლოო ნაბიჯების გადადგმა იმის მოლოდინით დაიწყო, რომ მოქალაქეების წინააღმდეგობა სათანადო არ იქნება. საზოგადოების დაღლა საკუთარ ამოცანად ოლიგარქმა ღიად გამოაცხადა კიდეც. ირაკლი კობახიძე ამზადებს თუ არა საინფორმაციო ველს იმისთვის, რომ ახალი შეთანხმება დადოს რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი 2, მაშინ როდესაც ის საკუთარ სამშობლოს ომის დაწყებას აბრალებს, მათ შორის გეორგიევსკის ტრაქტატს იმგვარად წარმოაჩენს, როგორც ამას ისტორიის მანძილზე რუსეთი ახდენდა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ტრაქტატის დარღვევის შემდგომ რუსეთმა სახელმწიფოებრიობა გაუქმნა საქართველოში, ისევე როგორც ეკლესიის ავტოკეფალია. ეს არის ის კითხვები, რომელიც ბუნებრივია ჩნდება. ირაკლი კობახიძე დღეს ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ლანძღვით, მათი დაკნინებით ცდილობს 200 და უფრო მეტი წლის წინანდელი კონტექსტი შემოიტანოს დღევანდელ რეალობაში, რაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი, რაც არის პოლიტიკური აბსურდი და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციურ და ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხე. ჩვენ ვისაუბროთ დღევანდელ დროზე და რასაკეთებს ირაკლი კობახიძე და ოცნება იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი გამოიყენოს. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები კი არ დააზიანოს, როგორც ამას აკეთებს, არამედ პირიქით კიდევ უფრო გააღრმავოს. ეს არის დღეს კითხვები. როდესაც შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობები, როდესაც ქვეყანა იხრჩობა კორუფციაში და ნეპოტიზმში, როდესაც ქვეყანაში არის ნარკოპანდემია, ამ დროს, რა თქმა უნდა, ქართული ოცნებისთვის საუკეთესო გამოსავალი არის ბელეტრისტიკა, რაღაც ახალი პროპაგანდისტული ბრიფინგების ჩატარება. გაბედავს თუ არა კობახიძის ხელით ივანიშვილი კრემლის მორიგი და საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო დავალების შესრულებას. ფაქტია, ასეთ შემთხვევაში პარტიის გვერდით აღარ იქნება გიორგი ქაჯაია, პირი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კობახიძის მრჩევლის პოზიციას იკავებდა, თანამდებობიდან წავიდა. ოცნების პრემიერმა ეს დღეს თავად დაადასტურა.